საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით ბავშვებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სინტაქსის საკითხების შესწავლას და გავეცნობით შერწყმულ წინადადებას. შერწყმული წინადადება მარტივი წინადადებისაგან განსხვავებით ერთგვარი წევრებისგან შედგება. ვნახოთ ასეთი წინადადებები. რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ. ორი ქვემდებარეა რწყილი და ჭიანჭველა. ორივე დაკავშირებულია ერთ შემასმენელთან. დაძმობილდნენ. ნინო კარგად მღერის და ცეკვავს. ნინო მღერის, ნინო ცეკვავს. ორი შემასმენელია და ორივე შემასმენელი დაკავშირებულია ერთ ქვემდებარესთან. ლუკამ დახატა მზე, თვარე, ვარსკვლავები. დახატა მზე, დახატა მთვარე, დახატა ვარსკვლავები. სამი პირდაპირი დამატებაა და სამივე დაკავშირებულია ერთ შემასმენელთან. გიო ემალება დედას და ბებიას. ემალება დედას, ემალება ბებიას. ორი ირიბი დამატებაა და ორივე დაკავშირებულია ერთ შემასმენელთან. ბეღლები აივსო სიმინდით, ხორბლით, ქერით. აივსო სიმინდით, აივსო ხორბლით, აივსო ქერით. სამი უბრალო დამატებაა და სამივე უკავშირდება ზმნა შემასმენელს. 7 წყნარი და თბილი საღამო იყო. წყნარი საღამო, 7 საღამო, თბილი საღამო. სამი მსაზღვრელია და სამივე უკავშირდება ერთ ქვემდებარეს საღამოს. საახალწლო სათამაშოები ბრწყინავდა წითლად, ყვითლად, ნარინჯისფრად. ბრწყინავდა წითლად, ბრწყინავდა ყვითლად, ბრწყინავდა ნარინჯისფრად. როგორ? ვითარების გარემოებაა, სამი ვითარების გარემოებაა და სამივე დაკავშირებულია ერთ ზმნა შემასმენელთან. მაშასადამე, შერწყმულია წინადადება, რომელშიც გვაქვს ერთ წევრთან დაკავშირებული რამდენიმე ერთგვარი წევრი. შეიძლება ეს იყოს ერთგვარი წევრები, როგორც ქვემდებარეები, ასევე შემასმენელები, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება და სხვა. როგორც ხედავთ ბავშვებო, ერთგვარი წევრები ერთმანეთთან გარკვეული წესით არის შეერთებული. რწყილი და ჭიანჭველა. ნახეთ, დაკავშირით უკავშირდებიან, უერთდებიან ისინი ერთმანეთს. მეორე შემთხვევაში ნინო კარგად მღერის და ცეკვავს. აქაც დაკავშირი გვაქვს. მაგრამ მესამე შემთხვევაში ლუკამ დახატა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, აქ უკვე უკავშიროა შეერთება. ამ ტიპის ერთგვარი წევრები საუბრისას პაუზით გამოეყოფა ერთმანეთს, ხოლო წერის დროს დაისმის ძიმე. მესამე შემთხვევაშიც გვაქვს კავშირიანი შეერთება. შერწყმულ წინადადებაში გამოიყენება მაერთებელი კავშირები. ახლა ვნახოთ ჩვენ სხვა შემთხვევები. ყველა მორბოდა, დიდი თუ პატარა. აი ამ შემთხვევაში დიდი და პატარა, ანუ თუ კავშირით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. გიორგიმ სტუმარს მიართვა ღვინოც ხილიც. ასეთ შემთხვევაში ც გაძლიერების ნაწილაკი ასრულებს ხოლმე მაერთებელი კავშირის ფუნქციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინოც მიართვა ღვინო და ხილი. ან კიდევ ლუკა არც მოსულა, მეორდება, არც დაურეკავს. ამ შემთხვევაშიც ც არც და არც სიტყვით მაერთებელი კავშირის ფუნქციაა წარმოჩენილი. ახლა ნახეთ, უკვე მაცალკევებელი კავშირებით როგორ ხდება შეერთება. ნინო ან ცეკვავს, ან მღერის, ან კითხულობს. როცა ან მეორდება თითოეულ სიტყვასთან,
მაშინ აუცილებლად მძიმე დაისმის. ან ცეკვავს მძიმე, ან მღერის მძიმე, ან კითხულობს. მაგრამ თუ ან არ მეორდება და ერთხელ არის უშუალოდ ორ წევრს აკავშირებს, მაშინ მძიმე არ დაისმის. ნახეთ, ნინო ცეკვავს ან კითხულობს. აქ უკვე მძიმე, მაგრამ ან ცეკვავს, ან კითხულობს თუ გვექნებოდა, ასე იგი ან თუ განმეორდებოდა. იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მძიმის დასმა საჭირო. დავითი ხან კითხულობს, ხან წერს. ამ შემთხვევაშიც ხან მეორდება და რა თქმა უნდა, მძიმე დაისმის. გიორგი ძალიან დაიღალა, მაგრამ მაინც მოვიდა. ამ შემთხვევაში უკვე მაპირისპირებელი კავშირი გვაქვს და ამ კავშირით არის დაკავშირებული წევრები ერთმანეთთან. ახლა ნახოთ როგორი რიცხვით, როგორი ფორმით წარმოდგება შემასმენელი რამდენიმე ქვემდებარესთან ერთგვარ ქვემდებარესთან, ანუ მრავლობითი რიცხვის ფორმა აქვს მას თუ მხოლობითი. თამარი და რუსუდანი დამეგობრდნენ. რა თქმა უნდა, როცა რამდენიმე ქვემდებარეა 2-3 თუ მეტი, შემასმენელი ისე შეეწყობა მათ, როგორც მრავლობითი რიცხვის ფორმით წარმოდგენილი სახელი. ანუ თამარი და რუსუდანი დამეგობრდნენ. ნახეთ, იქ პირველი წინადადება წყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ. სულიერი სახელებია და ამიტომ ზმნა შემასმენელი მათ შეეწყობა ასევე მრავლობითი რიცხვის ფორმით. მაგრამ ტყე, მინდორი და ველი ბიბინებდა და არა ბიბინებდნენ. თუმცა ზოგჯერ პოეტი თუ მწერალი იყენებს ხოლმე მრავლობითი რიცხვის ფორმასაც. თქვათ, ყვავილები სუნთქავდნენ, ეს უკვე პოეტის სტილს ეხება. რამდენიმე ქალი და ბავშვი ეზოდან გამორბოდა. აქ ნახეთ, ქალს და ბავშვს აქვს ერთი საზღვრელი, რომელიც ერთზე მეტ სახელს გამოხატავს. რამდენიმე და მაშასადამე ქალიც მხოლობით რიცხვში იქნება, ბავშვიც მხოლობით რიცხვში იქნება და შემასმენელიც. რამდენიმე ქალი და ბავშვი ეზოდან გამორბოდა და არა გამორბოდნენ. ზოგჯერ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ხოლმე საზღვრელები. ნახეთ, წყნარი მშვიდი საღამო იყო. ამ შემთხვევაში ერთგვარი საზღვრელებია და რა თქმა უნდა მძიმე უნდა დაისვას. წყნარი, მძიმე, მშვიდი საღამო იყო. მაგრამ როდესაც არაერთგვარია საზღვრელი, მაგალითად დიდი მწვანე, ასეთ შემთხვევაში დიდსა და მწვანეს შორის არაერთგვარ წევრებს, ანუ არაერთგვარი ისინია სიტყვები, საზღვრელები, აქ უკვე მძიმე არ დაისმის. მაშასადამე ვხედავთ დიდ მწვანეველს. აქ სასოდნიშნის დასმა არ შეიძლება. ძალიან ხშირად წინადადებაში გვაქვს განმაზოგადებელი სიტყვები. განმაზოგადებელი სიტყვა შეიძლება იყოს წინადადების დასაწყისშიც, ანუ ერთგვარი წევრების წინ და ერთგვარი წევრების შემდეგაც. ნახეთ, გიორგიმ მოიგონა ყველაფერი. აი ეს ყველაფერი არის საერთო, გამაერთიანებელი სიტყვა შემდეგ ჩამოთვლილი სიტყვების სახელებისა. ნახეთ, მოიგონა რა? ყველაფერი, ბავშვობა, სკოლა, მშობლიური სახლი. ამიტომ აქ დაისმის ორ წერტილი და შემდეგ უკვე ჩამოთვლა და ძიმებით ბავშვობა, სკოლა, მშობლიური სახლი. მაგრამ თუ ჯერ ერთგვარი წევრები გვაქვს, ბავშვობა, სკოლა, მშობლიური სახლი და შემდეგ გამაერთიანებელი სიტყვა, ერთგვარი წევრების შემდეგ დაისმის ტირე და შემდეგ განმაზოგადებელი სიტყვა. მაშასადამე ბავშვობა, სკოლა, მშობლიური სახლი, ყველაფერი მოიგონა გიორგიმ. ზოგჯერ კი განმაზოგადებელი სიტყვა გვაქვს, შემდეგ ერთგვარი წევრები და კვლავ განმაზოგადებელ სიტყვასთან დაკავშირებული სიტყვები. ნახეთ, შვილები თავს ევლებოდნენ მამას. აი ეს არის მთავარი, მაგრამ შუაში გვაქვს ერთგვარი წევრები. ასეთ შემთხვევაში განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ, ანუ გამაერთიანებელი სიტყვის შემდეგ დაისმის ორ წერტილი. შვილები ნინო, ძიმე, თამარი და რუსუდანი, შემდეგ ტირე თავს ევლებოდნენ მამას. ახლა ვნახოთ
როდესაც თანდებულიანი ფორმა არის ერთგვარი წევრი, როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი? მაგალითად, დავითმა იმოგზაურა ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში. შეცდომა დავითმა იმოგზაურა ინგლისში, საფრანგეთში და გერმანიაში. როდესაც თანდებულიანი სიტყვები გვაქვს, დასწინ მდგომი სახელი უნდა ჩავსვათ ბრუნვაში და ჩამოვაშოროთ თანდებული აუცილებლად. ირაკლი ფიქრობდა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. შეცდომა ირაკლი ფიქრობდა წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. აქაც ანალოგიური ვითარება გვაქვს. მაშასადამე, ჩვენ დღეს გავეცანით შერწყმულ წინადადებას, რომელიც მარტივი წინადადებისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში გვაქვს ერთ წევრთან დაკავშირებული რამდენიმე ერთგვარი წევრი. ნახვამდის.